დღეს განვიხილავთ ოჩანაშვილის პიროვნების ფსიქოტიპს და ზოგადად როცა ფსიქოტიპის დადგენა გვინდა ადამიანისა, რომ მიმართავთ ხოლმე ტესტირებას და ამ ტესტირების მეშვეობით უტყუარი სურათი დგება და ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ მის ცხოვრებაზე, განვიხილოთ მის ცხოვრებას და მის ნაწარმოებებს დავეყრდნობით ამ ფსიქოტიპის განსაზღვრისათვის. მოგეხსენებათ, რომ ფსიქოტიპები და ძალიან ბევრი რამ, რასაც ადამიანი ატარებს, არის დამემკვიდრებული. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი განსაზღვრული მოვლენაა და მოცემულობაა, მრავალწილად და მრავალმხრივ, მათ შორის ფსიქოტიპიც მემკვიდრეული მოვლენა გახლავთ, რასაც იმემკვიდრებს დედისგან და მამისგან და ამის გარდა კიდევ უამრავი რამ არის ადამიანში, რომლის მატარებელიც არის თავად და დიდად არ ვიცით ჩვენ რისი მატარებლები ვართ. ეს არის არქეტიპები, რომლებიც არის ჩვენში, რომელსაც ყველას თავისი შინაარსი აქვს, თავისი მახასიათებლები აქვს და ერთმანეთსაგან განსხვავდებიან, გვანან კიდეც ერთმანეთს და მოკლედ იმის მიხედვით თუ როგორი არქეტიპები ცოცხლობენ ჩვენში, ვავლენთ ჩვენს თავს ცხოვრების ამა თუ იმ სიტუაციებში, გამომდინარე იქიდან რა მახასიათებლის მატარებლები ვართ ჩვენ. თემა ძალიან საინტერესოა ამ მხრივ, რადგან ჩვენ გვიწევს ახლა მაინც ასე დისტანციურად და შორიდან ამ თემებზე საუბარი, თუმცა კარგად მოგეხსენებათ ყველას, რომ შემოქმედი, მწერალი თავის ნაწარმოებებში არსებული პერსონაჟებში დებს, ასე ვთქვათ, თავის თავს და თითოეული მისი სულის ნაწილია და განსაკუთრებით თუ საუბარი არის მთავარ გმირზე, ხო, ეს შეიძლება ერთ-ერთში იმეორებდეს, ასე ვთქვათ, ავტორს და ძალიან დიდი მსგავსება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ბევრი რამ დავასკვნათ თვითონ ავტორზე, თუ როგორია გმირი. ჩვენ შევეხებით დღეს დომენიკოს პერსონაჟს და გვექნება რაღაც გარკვეული პარალელები და მე მინდა რომ დავუთმო დრო, რა თქმა უნდა, მისი ბიოგრაფიის გარკვეულ ნაწილზე საუბარსაც, როგორ მოდის ის პიროვნება, რა ხდება მის ცხოვრებაში და ასევე სიყვარულის თემაზეც მინდა რომ რაღაცა ჩემი მსჯელობები შემოგთავაზოთ და ვთვლი რომ შეიძლება საინტერესო იყოს ეს ჩვენი შეხვედრა აქედან გამომდინარე. როდესაც მოღვაწეობას იწყებს და გამოდის ასპარეზზე ადამიანი ახალგაზრდობის ასაკში და ჩვენ ვიცით რომ სადღაც 16 წლის ასაკში ბატონი გურამი იყო, ასე ვთქვათ, იმ დაჯგუფებაში, რომელსაც მე დისიდენტები ეწოდათ, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმს მთელი თავისი, ასე ვთქვათ, მახასიათებლებით და ეს არ გახლდათ რაღაცა ტიპიური მოვლენა, იყო საკმაოდ იშვიათი გამონაკლისები, არა, ეს ადამიანები, ვინც იმ პერიოდში ბედავდნენ პროტესტს და მას, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე შედეგები მოყვა თითოეული ამ ადამიანის ცხოვრებაში და აისახა მათ ცხოვრება საკმაოდ ქმედითად. მაგრამ ყველა ადამიანი მოგეხსენებათ განსხვავებულია, როგორც წეღან მოგახსენეთ, ყველა თავისი ნიშან-თვისებებით ხასიათდება და შესაბამისად არჩევანიც სხვადასხვა გვარი გააკეთა ამ ადამიანებმა. შეიძლება ვისაუბროთ არქეტიპებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადამიანის ცხოვრებაში და აი პირველი არქეტიპი, რომელიც აი ახალგაზრდობის წლებში ავლენს თავს, ეს არის მებრძოლის არქეტიპი მამაკაცში, მეომრის არქეტიპი მებრძოლის. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ესე იგი იმას თუ როგორ მიმდინარეობს ამ მებრძოლის არქეტიპით ადამიანის მოღვაწეობა. ეს წარმატებულად წარიმართება, წინააღმდეგობრივია, განიცდის მარცხს და წარუმატებლობას და ტკივილებს თუ აი როგორ მიმდინარეობს და მოგეხსენებათ კარგად, რომ რეალურად მათთვის კარგად ეს ამბავი პირველი ასე ვთქვათ პროტესტი არ დასრულდა და რეალურად პატიმრობით დამთავრდა მათი და ცხადია ეხა ადამიანი რომელიც არის ქოლერიული ტემპერამენტის მატარებელი საუბარი არის ბატონ გურამზე ეს არის ცოცხალი მოძრავი ხასიათის სწრაფად ცვალებადი ადამიანი რომელსაც ძალიან ჰუმანისტურია, ძალიან გრძნობიარეა, ძალიან მოწყვლადია, განმცდელია, თავისუფლების შეზღუდვა ეს ისეთი რამ არის, რომ მთლიანად ანგრევს ასეთ პიროვნებას. შეიძლება იყოს ფლეგმატიური ტემპერამენტის მქონე ადამიანი, რომელიც უფრო სიღრმეშია, თავის სიღრმეში მიმართული, რომელსაც მარტოობა უფრო მეტად უყვარს ვიდრე კომუნიკაცია ადამიანებთან და მას შეიძლება არ გაუჭირდეს მსგავსი სიტუაციების გადატანა, მაგრამ აი ბატონი გურამისთვის ეს წარმოუდგენლად რთული იქნებოდა მისი ტემპერამენტის მქონე ადამიანისათვის ვიდრე დაუშვათ სხვისთვის. ამიტომ მე ჩვენ ხედავთ როგორ იცვლება ასე ვთქვათ მისი ცხოვრების შინაარსი და ხასიათი და თუ მაგალითად მეომრის არქეტიპის მთავარი ღირებულებითი იდეა სამართლიანობის დაცვაში მდგომარეობს, ეს ადამიანები სულ იბრძვიან სამართლიანობისთვის, ცდილობენ რომ დაჩაგრული დაიცვან, ანუ წამყვანი იდეა არის სამართლიანობისთვის, ასე ვთქვათ, ხმალამოღებული დგომა. მაგრამ სამართლიანობის გაგება, სრულყოფილი წვდომა მერე მოდის თანდათან დროთა განმავლობაში. ხშირად არის ასეც, რომ მაგალითად ახალგაზრდას, რომელსაც ეს მებრძოლის არქეტიპი ამოძრავებს, ისეთი წარმოდგენა აქვს სამართლიანობაზე, რომ ფიქრობს, რომ სამართლიანი ის არის, მე როგორც ვფიქრობ. ეგაა სამართლიანი. ანუ ეს არ არის დაფუძნებული რაღაც ზოგად საკაცობრიო ჭეშმარიტებიდან არ გამოდის და ღირებულებებზე დაფუძნებული არ არის მისი ხედვა. ამიტომ ეს არქეტიპიც ადამიანში განიცდის ევოლუციას, იცვლება და აი ეს წარუმატებლობა, რომელიც მოყვა მათ ნაბიჯებს, შემდეგ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაფიქრდეს ადამიანი, მოახერხოს ემოციების მართვა, განსაკუთრებით სიბრაზის მოთოკვა და დასვას კითხვები, რომ რატომ ხდება ეს მოვლენები, რომელიც ხდება და როგორ შეიძლება ებრძოლო ამას და რა ფასი შეიძლება გადაიხადო ამაში და რა ფასად ნამდვილად შეიძლება არ გიღირდეს აქეთ წასვლა, ხო? როცა მთლიანად ინგრევი და შენგან არაფერი რჩება, იმიტომ რომ შენ ძალიან გიჭირს პროცესში ღრმად შესვლა, შეიძლება იფიქრო ალტერნატიულ გზაზე, რომ შეცვალო შენი არჩევანი და მართლაც ბატონი გურამის ცხოვრებაში ხდება ცვლილება იმ თვალსაზრისით, რომ ეს ბრძოლის ველი მას გადააქვს უკვე სულ სხვა სფეროში, ეს არის წიგნის სფერო, ეს არის შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, მიმართულება, სადაც აბსოლუტურად სხვანაირი თვითრეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევა, უფრო კარგად უკავშირდება თავის ტალანტებს და შესაძლებლობებს, რომელიც მას გააჩნია და ცდილობს, რომ სულიერი ღირებულებების მქონე ფასეულობათა სისტემას მოუყაროს თავის ნაწარმოებში, იმოქმედოს ადამიანების ინტელექტზე და მათ ცნობიერებაზე და მოახდინოს კეთილისყოფელი გავლენა საზოგადოებაზე სულ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ისეთის როგორიც არის მახვილი გონება, სიტყვა, სამწერლო, სულ სხვა, ასე ვთქვათ, ელფერი მისცეს თავის ბრძოლას და სხვა სიმაღლეზე აწარმოოს იგივე ამ მებრძოლის არქეტიპის გამოვლენა. მებრძოლის არქეტიპი უფრო ევოლუცირებულ მდგომარეობაში არის გაწონასწორებული, ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია საკუთარ თავთან ესეთი ადამიანი და მშვიდი გულით შეუძლია რომ იბრძოლოს და იქ
სხვა არქეტიპებით შემოდის, ასე ვთქვათ, მის დასახმარებლად და მოუხმობს სხვა არქეტიპებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის პასუხისგებლობის გრძნობა. პასუხისგებლობის მატარებელი ადამიანში არის მონარქის, მეფის არქეტიპი. მეფის არქეტიპიც არის კაცური არქეტიპი. და აი მონარქი განსხვავებით მებრძოლისა მთავარია. მისთვის გამომრჩევი მომენტი ის არის, რომ ის არის მთავარი, ის განსაზღვრავს კლიმატს, ხო? მასთან ძალიან დიდი მზრუნველობითი მომენტი არის. რეალურად ეს მამის არქეტიპთან არის კავშირში, ხო? ეს არის მზრუნველი მამის ფილოსოფიის მატარებელი, რომელიც ზრუნავს თავის, ასე ვთქვათ, ოჯახზე, რასაც სახელმწიფო წარმოადგენს და ესე იგი ეს მზრუნველობითი დამოკიდებულება ცხადია უკვე ჩანს, როცა მხოლოდ აპროტესტები და ეწინააღმდეგები ერთი მომენტია, როდესაც ცდილობ რომ სხვა განავითარო და რაღაცნაირად შენი წვლილი შეიტანო საზოგადოების საერთო სულიერი ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად, ეს აბსოლუტურად სხვა მომენტია და ამ მხრივ უკვე შემოდის დამხმარე არქეტიპი მის ცხოვრებაში, ეს არის მონარქის არქეტიპი, რომელიც აი ამ ზრუნველობითი და პასუხისგებლობითი შინაარსით გამოირჩევა. ის წინასწარ გათვლის რას რა მოყვება, აკავშირებს მოვლენებს, ესეთი მიზეზშედეგობრიობის პრინციპიდან გამომდინარე და არის შორსჭრეტელი. რა თქმა უნდა, მონარქის არქეტიპშიც არის სხვა ევოლუციური მდგომარეობა და ნებისმიერ არქეტიპს ეხება ეს, რომ არის რაღაცა საწყისისეული მდგომარეობა, როდესაც არ არის ის უფრო, ასე ვთქვათ, სრულყოფილებასთან თანაზიარებაში, მერე გადის გარკვეული გამოცდილების შედეგად, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად, აი ამ ევოლუციური განვითარების უფრო მაღალ საფეხურებზე, ანუ საბოლოოდ აღწევს აი რაღაცა იმ ბრძნულ მდგომარეობას, რომელიც უკვე იდეალური არის და რა თქმა უნდა მისაღებია, სადაც ეგო აღარ არის, ის არაფერს არ აკეთებს თავისთვის და მზრუნველობითი დამოკიდებულება აქვს სამყაროზე და ხა ცხადია ვინც ისნობს ამ წერილის მოღვაწეობას, ყველას ექნება ალბათ ის აზრი, რომ მისი მოღვაწეობა ამ ასპარეზზე რეალურად ნასაზრდოები იყო აი ასეთი მსახურების იდეით საზოგადოებისადმი და მე ვფიქრობ, რომ მან ეს ამოცანა ძალიან კარგად, ამ ამოცანას კარგად გაართვა თავი. თქვენის ნებართვით მოვიშველიებ შპარგალკას. ესე იგი პასუხისგებლობის თემები სხვა შორის აი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე ჩვენ ვიცით, რომ ზიად გამსახურდია მერაბ კოსტავა სხვა მიმართულებით მიდიან, ხო? მერაბ კოსტავა რეალურად ეწირება იმ იდეებს არა, თავისი მთელი ცხოვრებით ის ციხეში ის ძალიან აუტანელ რეალობაში აცხოვრებს თუ ამყოფებს თავის თავს, ეს მისი არჩევანია, რეალურად. გამსახურდია ეს თანაც არის, ხო, ეს პატიმრობის პერიოდები, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქია ამ თვალსაზრისით მისი ხვედრი, ვიდრე მერაბის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ეს და არც მეორეს დაალაგებული ცხოვრება, რომ არ ქონდა ამის მოწმე მე ძალიან კარგად ვარ, იმიტომ რომ ერთსაც ვიცნობდი და მეორესაც და ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მათთან, მაგრამ ეს დაზიანება, რაც მათ მიიღეს, რა თქმა უნდა, აისახებოდა მათზე და მხოლოდ თანაგრძნობას იწევდა ჩვენში ის ტკივილები, რომელთა დათმენაც მათ უწევდათ. რაც შეეხება ბატონ გურამს, ბატონი გურამის გზა განსხვავებულია, როგორც უკვე მოგახსენეთ და სულ სხვანაირად სხვა
ველზე გადაიტანა მან თავისი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ინტელექტუალური და ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებში განსხვავებულ დონეზე იყო ამ არქეტიპების მონაწილეობა. ვიღაცა თავდადებისთვის არის ნაწარმოებში არის, ხო? მენდეს მესიელის იდეა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიომებთ, თავს დავდებთ და თუ დავმარცხდებით, დავმარცხდებით, მაგრამ ვიბრძოლებთ და ჩვენს ღირსებას წარმოვაჩენთ ამით. იქ არის კითხვა, ხო, რა აზრი აქვს ამ ბრძოლას, თუ წინასწარ იცი, რომ შენ დამარცხებული ბრძოლაში მიყავს ადამიანები, ესენი უნდა შეეწირონ და დაიხოცონ და რა სიკეთეა ამაში, რა საჭიროა ბრძოლა, თუ ვერ გაიმარჯვებ. ვარჯობია, რომ რაღაცნაირად გავჩერდეთ და არ დასრულდეს ეს მარცხით და რაღაცა ძალიან მძიმე არ დაუჯდეს ქვეყანას სანამ ადამიანებს ამდენი გაღებული მსხვერპლი, როცა შედეგი სახეზე არ არის. შეიძლება ამ თემებზე განსხვავებული ბუნებრივია მოსაზრებები ქონდეს, მაგრამ ვის რა შინაგანი იმპულსები და როგორი არქეტიპი ამოძრავებს, ეს ბევრწილად განსაზღვრავს მის ცხოვრებას. ვიღაცას თავდადებულის სახელი ქვია, ვიღაცას არ ქვია თავდადებულის, ხო? და ამ არჩევანს ადამიანები აკეთებენ გამომდინარე იქიდან, ვისი მატარებელი არიან თავად. ესე იგი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი უნიშნელოვანესია, რაც ახლა უნდა მოგახსენოთ, გლეხის არქეტიპი. არის ასეთი არქეტიპი. გლეხის არქეტიპს როცა ვახსენებ, შეიძლება აბრაამი გავიხსენოთ. ესე იგი, ეს არის ადამიანები, რომლებიც უფრო გაწონასწორებულები არიან, ჰარმონიაში არიან საკუთარ თავთან, სამყაროსთან და ღმერთთან და მათი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტები არის ოჯახზე ზრუნვა, მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა ოჯახისა, მოდგმაზე ზრუნვა, ზრუნველი ადამიანები არიან და გარემოზე, სამყაროზე ზრუნვაც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია. ჯანსაღი პრაგმატიზმი ახასიათებს და შრომის მოყვარეობის მაღალი კულტურა გამოარჩევთ, ასევე დიდი დონის მოთმინება და გამძლეობა ახასიათებთ და რომ არა დიდი დოზით გამძლეობა და მოთმინება, ალბათ ბატონი გურამი ვერ შექმნიდა იმას, რაც დაგვიტოვა თავისი ამ რაღაცა კოლოსალური შრომით. მე ვიცი, რომ ასე ვთქვათ, დიდი ძალისხმევით 12 წელი წერდა ამ ნაწარმოებს, ხო ასეა? 12 წელი არა მგონია, რომ პატარა დრო იყოს. 60 კი, 12 წელი უძღვნა, მაგრამ შიგადაშიგ რა თქმა უნდა წერდა სხვა მოთხრობებსაც, მაგრამ ამან ძალიან დიდი დრო წაიღო მისი ცხოვრებისა. ესე იგი, იმდენად ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი, ხა შეუძლებელი ალბათ ერთი ამოსუნ თქვით რაღაცა დაიწეროს, ხო? ამ წერის პროცესში ძალიან ბევრი დრო გაქვს იმაზე, რომ იფიქრო, რა დიდია, ძალიან მნიშვნელოვანია ტევადია და დიდი ფიქრის შესაძლებლობა გაქვს, შეიძლება რაღაც სწრაფად ვერ გადაწყვიტო საკითხები და გჭირდებოდეს ეს დრო. ესე იგი, ეს ზრუნველობითი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან, ამ შემთხვევაში მისი გარე სამყარო არის ის საზოგადოება, რომელზედაც ის ზრუნავდა და ფიქრობდა და მე მოსმენილი მაქვს მისი ინტერვიუ და ამბობს, რომ საოცარ რაღაცა მოვისმინე და აი რომ მოვისმინე, ეს ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე და მის პიროვნება კიდევ უფრო ამაღლდა ჩემს წარმოდგენაში, როდესაც ამბობს, რომ იცი, როცა ნაწარმოებს შენ წერ, მკითხველისთვის წერ და ის თანაავტორად განიხილავდა მკითხველს და
ძალიან დიდ როლს ანიჭებდა და ამბობდა რომ იცი ჩვენ შეიძლება ზიანი მივაყენოთ იმ ადამიანებს და ამ დონის განცდა ქონდა და ძალიან მოსაწონია. ყველაფერი რაღაცა ადამიანურობის ძალიან მაღალი ხარისხით იყო გამშვალული მისი ფიქრი, აზროვნება და ნუ აი მხოლოდ მოსაწონია ესეთი ადამიანი რო გყავს და მისი თანამედროვე რო ხარ შენ და რო ხედავ ესეთ ადამიანს აი პირდაპირ და არ იცი ეს რაღაც გადმოცემით რაღაც შორიდან. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჩუქარი იყო ეს ადამიანი ჩვენი საზოგადოებისთვის და ერთი მეგობარი მყავს, რომელიც მას შენიშნა მომცა ერთხელ როცა ვთქვი, რომ იყო ადამიანზე და მითხრა, რომ არა, არისო. მაგათ დრო არა აქვთ. ეს არის და დღესაც ჩვენი თანამედროვეა, თქვათ ილია ჭავჭავაძე იყო, ვერ იტყვი ხო? არის და ასე შემდეგ კიდე დიდი ავტორები. ეხლა თავდაუზოგავი შრომის შესახებ უნდა ვთქვათ, მე იმდენად ბევრი ინფორმაცია არ მქონდა, გურამისგან გავიგე, რომ თავი შეიძლება ძალიან ეიძულებინა, შეიძლება საჭმელი არ ეჭამა და ესე იგი უნდა დაეწერა. ანუ თავის თავს აიძულებდა, ცოტას აწვალებდა კიდეც, რომ არა, ჯერ ეს საქმე უნდა გააკეთოს და მერე შეუძლია, რომ საკვები მიიღოს და ფაქტობრივად ასკეტივით ცხოვრობდა, განმარტოვებული იყო და ამაზე ცალკე არქეტიპი თამაშობს ძალიან დიდ როლს და მაგაზე კიდე ცალკე ვიტყვი, მაგრამ აი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი თქვენ რომ წარმოიდგინეთ, რომ ამ არქეტიპებს რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, გლეხის არქეტიპი თუ აქვს ადამიანს, მის ცხოვრებაში აუცილებლად ადგილი აქვს ძალიან დიდ დანაკარგს. როდესაც პირდაპირ გარდაეცვლება ან ოჯახის წევრი, ან ნათესავი ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა საყვარელი ადამიანი დაკარგავს. ანუ ეს აი ამ ასეთი ტრაგიკულობის მატარებელი არქეტიპი ამ გამოცდილებისა და კარგად მოეხსენება ყველას რა რისი გადატანა მოუწია, ხო, ბატონ გურამს, რომელიც არ ვიცი რამდენად შეძლო ამის დაძლევა, მაგრამ ნუ ურთულეს და უმძიმესი გზა გაიარა და სწორედ ეს არქეტიპები მე რომ ვამბობ, რომ აი რაღაც განსაზღვრულები ვართ, პირდაპირ გაძლევს რაღაცა მიმართულებას, რომელიც ვერ აიცილებ, ასე რომ ვთქვათ, რა და ის მონაწილეობს შენ ცხოვრებაში მთელი თავისი ტრაგიზმით. და ესე იგი რაც მინდა ვთქვა კიდე ერთ-ერთ არქეტიპზე, რომელიც აღნიშნულოვანია ასევე და მონაწილეობს ბატონი გურამის არსებაში და წარმოქმნის და შეადგენს დიდ ნაწილს მისი ფსიქოპორტრეტისა, არის ვაჭრის არქეტიპი. ეს ვაჭრის არქეტიპი არ გულისხმობს ვიყიდე გავყიდეს. ვაჭრის არქეტიპი არის ძალიან გონება მახვილი ადამიანი, რომელიც დიდი გამომგონებლური უნარებით და ნიჭებით და ტალანტებით არის დაჯილდოვებული, გადასარევი ურთიერთობა შეუძლია აწარმოოს ადამიანებთან, ანუ არის დიპლომატიური, ასე ვთქვათ, უნარის მქონე და ესე იგი ნებისმიერი რთული სიტუაციიდან შეიძლება იპოვოს გამოსავალი, არასოდეს არ აღმოჩნდება რაღაც ხაფანგებში და შანტაჟებში, რომელსაც სამყაროს თავაზობს მას და ყოველთვის პოულობს გამოსავალს და მშრალი შეუძლია გამოვიდეს წყლიდან. მე მგონი ძალიან საინტერესოა. არა ეს როდესაც შენ ამის მატარებელი ხარ და უდიდესი ფანტაზიის მქონეა და რაც მისი შემოქმედებაში ნამდვილად წარმოჩინდება და ხედავთ ჩვენ. ბატონო? ხორვაჭრის არქეტიპი. ხორ არა. უბრალოდ ვაჭრის. გურამის შულსა ძალიან საინტერესო დახასიათება ვაჭრის. კი ბატონო. ეხლა მე მინდა ეს ჩავავთავო, მე ვისაუბროთ. რომელი ვაჭარი? აბა მეჩინიო თუ რომელი? არა, თვითონ წარმოიდგინე როგორც ავტორი, ნახე ხა თავიდანვე ვთქვი, რომ ხა ვაჭრის არქეტიპი არ ნიშნავს ხა სოუდაგარს მაინდა-მაინც.
ხო, ესე იგი ეს არის მრავალი ესეთი დადებითი თვისებების მატარებელი და თუ როგორი წეღან ჩამოთვალე და თუ რამე დამაკლა, ეხლა დავე სესხები აგერ ამ იმას, ჩემ ნაწილს და ესე იგი манипуляციის მახეში მოხვედრას გაურბის, დიდი ფანტაზიის მატარებელია და ორიენტირებულია რომ შეიტანოს მარად ესე იგი ცვალებად სამყაროში ძალიან დიდი სიკეთე თავისი მხრიდან და ის სამყაროს უყურებს როგორც თავგადასავალს. სწავლოს შეხედოს ცხოვრებას არა ზედაპირულად, არამედ ძალიან ღრმად და შეიცნოს მოვლენათა ურთიერთკავშირის მრავალრიცხოვანი სპექტრი, აი ეს მიზეზშედეგობრიობა. ესე ქვია ვაჭრის არქეტიპი ქვია ამას. ვაჭრის არქეტიპი რატო ქვია შორს წავალთ, ესე იგი თავიდან ეს არის მონადირე. ეს არის კაცი მონადირე, რომელიც მოინადირებს რა ამ ნადირს და შეიძლება ეს იყოს დიდი რაოდენობით, არ გააფუჭებს მას და რაც რჩება, ანუ იცის რომ უნდა დარჩეს, იმას გაყიდის. ახლა რო გაყიდის, ხო ხტები? ხო, ქვია ეხა რა ხან ყიდი რაღაცას ვაჭარი ქვია, ხო სხვა ტერმინი ჩვენ არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ეს ასე ვთქვათ, შეიქმნა მარკეტინგების სახელწოდებები, ეთყობა მაშინ არ იყო ტერმინი ბიზნესმენი ან რაღაც ამდაგვარი, არ ვიცი. მარკეტოლოგი თუ რა ქვია კიდე. კი, საკმაოდ მახვილგონივრული ტიპია და ესე იგი როგორი პრობლემა აქვს იცი ამ ტიპს, რომ აი მოწყენილობა არის ყველაზე დიდი პრობლემა მისთვის რა, აი ვერ იტანს მოწყენილობაში ყოფნას რა. ეს წერა ძალიან დიდი გამოსავალი იყო მისთვის, ხო, რომ მუდმივად ჩართულიყო პროცესში. საკმარისია ეს დეპრესიას და იმას მიეცეს, ну ძალიან მძიმედ მერე ავლენს თავს და ეხლა ჩვენ ვიცით, რომ მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ჰქონდა კიდე იმას რა ქვია ვენახის ასე ვთქვათ ნაჟურს, ჩემო ბატონო, ხო და მისი მეუღლე მოკლედ ძალიან შეწუხებული იყო იმისი კონტროლით და რომ არა ესე იგი მისი დამსახურება რა შედეგს მივიღებდით კიდე არ ვიცით, იმიტომ რომ არის მგრძნობიარე ბუნების როგორც წეგან გითხარით და აი ეს ქოლერიული ტემპერამენტის მატარებელი ადამიანის ხვებისგან განსხვავდება იმით, რომ მოწყვლადი არის და ძალიან მგრძნობიარე პირდაპირ მისი გამომარჩეველი ის არის, რომ ამას გული ძალიან ტკივა. სხვებს არ ტკივათ გული, სხვებმა შეიძლება სხვანაირად გადააგორონ პრობლემები, მაგრამ ეს პირდაპირ გულთან ახლოს იღებს ყველაფერს და განცდები შესაბამისად ძალიან მძაფრი აქვს და დაზიანების ხარისხი მაღალი აქვს და თუ მაგალითად სხვა ადამიანები გეგმებს აწყობენ და აუშვათ ზრუნავენ მერე რა და როგორ გააკეთონ, ეს ადამიანები მიდრეკილი არიან წარსულში ყურებისკენ და სულ უკან იხედებიან. მათ ძალიან მძაფრად იტაცებთ ემოციურად შეფერადებული მოვლენები მაცხოვრებაში, ასე რო არის დატვირთული, ხვდებით ხო? ხო და ეს მოწყვლადობა არის უმთავრესი მახასიათებელი მათი და ესეთი პიროვნებაა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი დონის მგრძნობიარობა მამაკაცში, ეს არის მისი ძალიან კარგი კონტაქტი მისი პიროვნების ქალურ ნაწილთან. კი, ანუ მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი, ხო? ანუ ორივეში არის ეს ორი ნაწილი, კაცშიც და ქალშიც, ხო? მამაკაცური და ანიმა და ანიმუსი. კი და ვიღაცას არა აქვს კავშირი თავის, თქვათ, ქალურ ნაწილთან, იმიტომ რომ არ ვიცი ხა რატო, ბევრი ფაქტორების და მიზეზებიდან გამომდინარე და ის უფრო ყინულოვანი ტიპია, აბსოლუტურად დაუნდობელია, მაგალითად ფაშისტური პერიოდის დროს იმ კონცლაგერებში ხალხს რო ექცეოდნენ, იქ ვერ მოიქცევი მასზე, ახლა მგრძნობიარე ადამიანი თუ ხარ, ხო? იქ რაღაც გაყინული სულის ადამიანები აკეთებდნენ ამ რაღაც უბედურ რაღაცებს, ხო? ამ ამოცანებს ასრულებდნენ, რაც ჰქონდათ მან. კი, და ესე იგი ეს მომეტებული მგრძნობიარობა ნამდვილად ჰქონდა ბატონ გუნამს, მე მგონი ახლა თქვენს გადასარევად მოგეხსენებათ მაგის შესახებ ჩემი
ახსნა განმარტებები სულ არ არის საჭირო, ისედაც თვალსაჩინო იყო ეს ყველაფერი. ეს ასე ვთქვათ ქალური ასპექტი საკმაოდ ძლიერად იყო მასში წამოწეული და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რას დაწერდა, როგორ შეძლებს შენ სხვა ადამიანის სამყაროში წვდომას, მისი ფსიქოლოგიის შეცნობას და იმ ადამიანს რომ სრულად უთანაგზნო და შეხვიდე მის მდგომარეობაში, თუ ეს თანაგანცდის შინაგანი მომენტები არ გაგაჩნია, ხო? და ეს ქონდა ძალიან ძალუმად რა და ეს იყო მასში სწორედ ეს მხარე და ეს ნაწილი. კი ბატონო, ანუ მოწყენილობისთვის და სევდისთვის დრო ასეთ ადამიანს არ უნდა კონდეს, იმიტომ რომ ისედაც მიდრეკილი აქეთკენ. ხო და როგორც ვიცი მე იყო დატვირთული ამ რაღაც კოლოსალური საქმიანობით, სამწერლო საქმიანობით და რეალურად თავისთავსაც არ აძლევდა საშუალებას, რომ იქითკენ წასულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ქონდა ეს ჩავარდნები და სიზუსტეები, რაც ჩვენ წეგან უკვე აღვნიშნეთ, ხო? და ეს ვაჭრის არქეტიპი აკეთებს ამას, აი ამ რაღაც ყველაფრის დაორგანიზებას მასში, რომ ცხოვრება ღრმა შინაარსიანი გახადოს და ვაჭრის არქეტიპი ადამიანში განსაკუთრებული მანათობელი სიმსუბუქის რიტმს აფორმირებს და კრეატიულობას განაპირობებს. ეხლა არის კიდე ერთი არქეტიპი, რომელიც მონაწილეობდა მის პიროვნებაში, ეს არის ფილოსოფოსის, ბრძენის არქეტიპი. რა ვქნათ ეხლა ეს კაცებს გვაქვს ეგეთი რაღაცეები. საოცარი შემეცნების ძალის მატარებელია ამ შემეცნების წყურვილი ამოძრავებს. რატო გვაქვს ეს შემეცნების წყურვილი? იმიტომ რომ არაფერი არ იცი. წარმოიდგინეთ დომენიკოსთან პარალელი, რომ დომენიკო გაგებაში არ არის, ხო, რა ხდება? მიდის, უნდა შეიმეცნოს ყველაფერი. მიდის, ხო, მიდის და საკუთარი თავიც უნდა გააცნობიეროს თვით შემეცნების გზაზეა, საკუთარი თავიც უნდა მოძებნოს და მოიპოვოს და რა თქმა უნდა ყველაფერში გაერკვეს. ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, ეს არის მარადიული მოწაფის შინაარსით გამშვალული ადამიანი, რომელიც სვავს უკითხვას რატომ და ამ რატომით შეიმეცნებს ამ სამყაროს. მას ახასიათებს აზროვნება, ახლის შეცნობის წყურვილი და აფორმირებს ამავე დროს სხვების სწავლებისაკენ სწრაფვას. ესე იგი ის მარტო თვითონ კი არ იკვლევს და სისტემატიზირებას უკეთებს რაღაც მოვლენებს და აწყობს და ალაგებს, არამედ გადასცემს ამავე დროს, ანუ ეს მასწავლებლის ფუნქციას და ბრძენის ფუნქციას ტვირთულობს და ну რა თქმა უნდა ძალიან ადამიანურია, ეხლა მარტო ჩემთვის ხო არ მინდა რაღაცა, ყველაფრის აზრი აქვს გაზიარებაში, ხო? იმიტომ რომ კი, სიყვარულიც ხო ეს არის, სიყვარული არის გაზიარების სურვილი, არა? მე ვაქ ერთი ტრანსი, სადაც ვამბობ, რომ თუ გიყვარს გააზიარე. რაღაცა ცუდად ესმის ხალხს, რას ნიშნავს ეს გავაზიარო, როგორ და რანაირად. მაგრამ ნამდვილად ასეა. ღმერთით სამყაროს რო ქმნის, ესეთი სწავლება არსებობს, რომ იმდენად დიდი იყო სიყვარულიო მასშიო, რომ ესე იგი მოკლედ ვერ დაიტია თავის თავში ეს სიყვარულიო და აი ამ სამყაროებად რაც შექმნა გადმოღვარაო ეს სიყვარულიო და ეს ყველაფერი რაც არის ღვთის სიყვარულით არის შექმნილიო ეს ვაშლია მსხალია თუ სიტყვაზე რას ჩავაცივდი ამ რას ნიშნავს პირველი ჩემი აგრონომის დიპლომი რომ აქვს ხო და ყველაფერი ეს არისო სხვადასხვა გემოებიო შენთვის მორთმეული მისი სიყვარულის ნაყოფიაო რომ შენ ასე ბედნიერი გაგხადოსო ამდენი რაღაცო რა საჭირო ამდენი რაღაც რო იყოს ხო მაგრამ არის ეს რაღაცა ულევი არის მისი სიყვარული და უზომო ხო და ეხლა თეოლოგიურ იმაში რო არ გადავიდე მე ისე მოვალ ფსიქოლოგიაში და ესე იგი სულ აინტერესებს მოვლენები რატო ხდება ასე კითხვებს ვავს და რატო არ ხდება სხვანაირად და შეისწავლის ხო ადამიანი ღრმად თუ არ იცი რომელი რომანის დამწერი ხარ რა ამ ორი ცხულია ხო ეს ხო ადამიანებს უკავშირდება და მისი მამოტივირებელი არის ახლის შეცნობის სურვილი და აფორმირებს პიროვნების გარკვეულ ტიპებს როგორც ეგან გითხარით ბრძენს
თავის თავში და მასწავლებელს. ეხლა ბატონ გურამს რო უყურებდი ეს ინტერვიუები რომ არის ხო ჩაწერილი მისი და ხა მე შევხვედრი ვარ და მინახავს რაღაცა საოცარი დიდი ადამიანი რო იყო ამას გძნობდი რა. ეხლა შენი ტოლი რო არ იყო ეს ნახდათ სახეზე იყო ეს ამბავი და მახსოვს საპატრიარქოში მოუძანდა და პატრიარქს უყვარდა ხოლმე მისი მოწვევა და ეხლა სტუდენტები ძალიან დიდი რაოდენობა დგას და ნუ ესე იგი ეს ადამიანი თავს ავლენდა როგორც საოცარი ბავშვი აი დიდი ადამიანი ასაკოვანი იმდენად ბავშვური იყო და წრფელი რომ აი დომენიკო გიცხადდებოდა არა მხოლოდ მისი ახალგაზრდობის ასაკში არა სულ ესეთი იყო ასე იგი მე წეგან ვახსენე მარადიული მოწაფის სტატუსი მარადიული მოწაფის როლში თუ ხარ როდესაც შენ სულ ამბობ რომ არა არ ვიცი კი ვსწავლობ ბევრ რაღაცებს მაგრამ მაინც არ ვიცი არის ბევრი რამე რომელიც მაინტერესებს და ეს არ თავდება შენ ხარ ამ მარადიული მოწაფეობის რეალობაში შენ უბერებელი ხარ მე ვამბობ ხოლმე რომ მწვანე ფერის ხარ ნედლი ხარ მარად მწვანე ხარ რაღაც საოცარი ამბავი და ესეთი იყო ეს ადამიანი ხო ნუ ტოვებდა რაღაცა დიდი სიყვარულის ასე ვთქვათ ენერგეტიკას სადაც იყო ისა რაღაცა დიდი სითბო და ისეთი დიდი მოკრძალება და მორიდებულობა მოდიოდა მისგან რომ აი არ იყო ეს არც ნათამაშები, არც ყალბი, იყო ნამდვილად ესეთი და ეს რომ მოახერხო და შეინარჩუნო ასეთ ასაკში ადამიანმა მე მგონი დიდი ნიჭია და დიდი კურთხევაა ღვთისა რა სიტყვით მეგობრებო. მართლა საოცარი იყო რა ამ ხრივ მისი პიროვნება. სოკრატემ თქვა ნამდვილად. ეხლა ერთი არქეტიპიც არის განსახილავი ამის შემდეგ, რომელიც ასევე მონაწილეობდა მის ასე ვთქვათ ტიპажში, ესე იგი ეს არის მონაზვნის არქეტიპი, ასკეტის. შეიძლება გაგვიკვირდეს ეხლა ცოლშვილიანი კაცი იყო. რა ის მონაზნობაზე შეიძლება ახლა იყოს საუბარი, მაგრამ ეს არის რაღაცა შინაგანი მდგომარეობა ადამიანის სულისა. ის მიმართული არის შიგნით თავის თავში, სულიერი ვნების შთაგონებისკენ და სწორედ სიწმინდისაგან იღრება ადამიანში ეს დაუმარცხებელი და უშეტი ძალა, ეძებს სიწმინდეს თავის თავში, ასეთი ადამიანი, რომელშიც არის ეს ასკეტის არქეტიპი და მიესწრაფის ღმერთის შეცნობისაკენ. და კი შემთხვევითიც არ არის ხო აქ ბიბლიური სიუჟეტის გამეორება რო ხდება მის ნაწარმოებში და ძალიან დიდი სურვილი აქვს თავის თავში გაატაროს ღვთის ნება. ეს უმაღლესი მდგომარეობა ადამიანის ისიც როცა შენ გინდა დაუქვემდებარო თავი ღვთაებრის, როდესაც შენ ამბობ განსაკუთრებული შეგნებით და სრული შემეცნებით ისეთ სიტყვებს მამაო ჩვენოსას, რომელიც ასე ჟღერს იყავ ნება შენი. არ ვიცი. ზართული ამბავია მეგობრებო. მაშინ როცა ჩვენ ნებას არასოდეს ავრთმობთ და მივეშნია რომ მე ვარ და მაშასადა მე ევროპელი კი არ ვარ. მაგ ნება ხო ჩემი? არა, იყავ ნება შენი. არის გენიალური ფრაზა. არ ვიცი რამდენად სრულყოფილად შეიძლება ეს ადამიანმა თქვას და აქ ეს ხალხი ამას ამბობენ. ამბობენ და ადიან ამ სიმაღლემდე და მარტოობაში იღებენ გამოცხადებას ღვთისგან. ანუ მათ აქვთ რაღაცა სხვა ანტენები, ასე ვთქვათ, სულიერი რეცეპტორები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებიან ღვთაებრებს. ეს რეცეპტორები ყველა ადამიანს აქვს მეტნაკლებად, მაგრამ მათ განსაკუთრებით გამორჩეულად გააჩნიათ. ეხლა რაც შეეხება თვითდისციპლინირებულობას და თვითშეზღუდვას. ბევრ ამას არ ითხოვენ ცხოვრებისგან. რაღაცა სიამეებისკენ მიდრეკილები არ არიან ეს ადამიანები და ამაში არის ასკეზა გამოკვეთილი მათი. და მარტოობის მოთხოვნილება აქვს, გულითადი და თანმიმდევრულია და ამავე დროს ძალიან კეთილი და გულუხვია სხვებისათვის და რეალურად შეიძლება
არის ამ მარტოობის მდგომარეობაში, მაგრამ ეს მარტოობა არასდროს არ აზიანებს მას და არც სხვა ადამიანებს აზიანებს მისი მარტოობა და პირიქით ამ განმარტოვები გულის კელიას მრავალი სიყვარულის კარები აქვს გამობმული და ის არის ზეპიროვნული ადამიანი და შინაგანი ძალიან დიდი შინაარსის მატარებელია და ნამდვილად ასეთი იყო ბატონი გურამი ალბათ დამეთანხმებით და ბოლოს დაგვრჩა ერთი არქეტიპიც ეს არის მსახურის არქეტიპი მსახურისა რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რას ნიშნავს ახლა ეს მსახური ესე იგი რას შეეხმარება ეს საკუთარი ძალის შეცნობა გამტკიცება შეეხმარება ერთგული და თავდადებულია ასეთი ადამიანი აქვს სიყვარულის უნარი ვერანაირი მსახურებას მოყვასისადმი ვერ განახორციელებ თუ არა გაქვს წრფელი გული თუ არა გაქვს დიდი სიყვარული სუფთა გული თუ არა გაქვს შურიანი ადამიანები და რაღაცა არც თუ მაინდა-მაინც დიდი სიკეთის მატარებლები მსახურებას ვერ განახორციელებენ და ვერც ერთგულობენ სხვა ადამიანებს. ეს ანუ მსახურის არქეტიპი გენიალური მონაწილე არის ჩვენი პიროვნებისა და ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი ამის შესახებ ხაზგასმა და ცოდნა და შეუძლია მოდრიკოს საკუთარი ნება სხვის სასარგებლოდ დაუშვათ სხვისი მსახურების და აღასრულოს სხვისი სურვილები. მსახურის არქეტიპი სოციალური ადაპტაციისათვის აუცილებელია ის ზრდის მამაკაცურ ძალებს და ამოცანის გადაწყვეტის გზების ძიებაში სრულიად დამოუკიდებელია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და წყვეტს ურთულეს ამოცანებს. მსახურის არქეტიპის სულიერი მექანიზმი ძალიან დახვეწილია ღირსეული ადამიანები ემსახურებიან ერთმანეთს და ორივენი ამ მსახურებით ემსახურებიან ღმერთს. ეს ძალიან საინტერესოა. მსახურება დაფუძნებულია და ეს ერთგულება ძლიერ ნებელობაზე, მას განვითარებული აქვს მოყვასის მსახურების სურვილი და გონივრულად განაგებს საკუთარ თავისუფლებას და ფლობს მაღალ ღირებულებათა სისტემას და აყალიბებს ერთგვარ ღირსების კოდექსს, რომლის მატარებელიც არის მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს იყო არქეტიპები, რომელიც შეინიშნება ბატონი გურამის პერსონაჟში, ნამდვილად უდაოარი და რა ვიცი როგორ გითხრათ, აქსიომატური ჭეშმარიტებაა. მე მგონი რომ აბსოლუტურად ასეთი იყო ეს ადამიანი და სრულად შეესაბამებოდა ყველაფერს რაც ახლა მე ჩამოვთვალე. მე მგონი გადაჭარბებული რაღაცა არ გამომივიდა. მე მგონი ზედმეტი არაფერი მივაწერე მას და თუ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება რომ მე დიდი შეცდომები დავუშვი, შემიძლია მოვისმინო თქვენი მოსაზრებები. და ეხლა გადავალ მეორე ნაწილს, რომელიც უკვე დომენიკოს შესახებ იქნება რაღაც დონეზე ვისაუბროთ, მოდი ამაზეც, ხო? ხوار დაგღალეთ. და ეხლა სამოსელ პირველში დომენიკო, ანუ თვითონ თავის თავია, წარმოადგენს სისუფთავის, უბრალოების, გულუბრყვილობის, გულსფელობის, სიკეთისაკენ სწრაფვის, სამყაროს შეცნობის წყურვილის მქონე ახალგაზრდას. და ამ ნაწარმოებში მოცემული არის ადამიანის სულის ევოლუციის ეტაპები, ალეგორიული ასახვა. დომენიკო ტოვებს მამისეულ პატრიარქალურ სამყაროს, მოდის აქედან და მიდის, ასე ვთქვათ, რა ვიცი, საკუთარი თავის ძიებისაკენ და ამ პროცესში, რომელსაც ის გადის, ეს პროცესი სავსე არის დიდი ტრაგიზმით, ტკივილებით და მის ხალხს ცხოვრებას რაღაცა მეტ სიღრმეს ალბათ მე ანიჭებს მომავალში. ის შედის იმ სამყაროში, რომელიც სავსეა მზაკრობით, გაუტანლობით, ღალატით, რაღაცა სიბილწეებით, ბოროტებით, სიკეთის ნაკლულევანებით და ქვენასწრაფვებით. ნაწარმოებში არის წარმოჩენილი ეს დაპირისპირება ამ ძალებს შორის, სიკეთისა და ბოროტებას შორის და თვალსაჩინია იკითხება რეალურად ავტორის დაპირისპირება იმ სამყაროს მიმართ, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, რითაც დაიწყეს საუბარი
და ეხლა საბჭოთა სახელმწიფო რეალურად იყო სახელმწიფო, რომელიც შექმნილი იყო შეიძლება ითქვას როგორ თქვა, რელიგიური ნიშნით, ანუ ანტირელიგიური ნიშნით, ფაქტიურად თეისტური სახელმწიფო იყო იმ თვალსაზრისით, რომ იყო ათეისტური. ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში, როდესაც სახელმწიფო შეიქმნა იმის გასაცხადებლად, რომ ღმერთი არ არსებობს. წარმოგიდგენიათ? და ესე იგი, ამ დროს აშენებდნენ კომუნიზმს, იყო სოციალიზმი, სადაც მიდიოდა რეალური და გულწრფელი ქადაგება იმისა, რომ ადამიანი ადამიანის ძმა და მეგობარია, რომ არ შეიძლება ჩვენ დაპირისპირებული ვიყოთ ერთმანეთისადმი ან რელიგიური ნიშნიდან გამომდინარე, ან ეროვნული და ასე შემდეგ, ან ქონებრივი. წარმოიდგინეთ, მოხდა სრული გათანაბრება ან ქონებრივი თვალსაზრისით ადამიანებისა, ვისაც ბევრი ქონდა წაართვეს და ვისაც არ ქონდა იმას მისცეს და ესე იგი გახსოვთ სამართლიანობაზე ვსაუბრობდით, მებრძოლის არქეტიპი რა ძლიერად იყო იმ ადამიანების ტვინებში, ვინც ამას აკეთებდა და ვისაც დამსახურებულად ქონდა რაღაც მოპოვებული წაართვეს და ვინც ვერ იმსახურებდა ამას, იმას მისცეს. სად იყო აქ სამართლიანობა? აი სამართლიანობა ისე ესმის, როგორც ესმის მას, ხო? და წარმოიდგინეთ, რომ ეს სახელმწიფო ქადაგებდა ამ ძმობას, ერთობას და თავისუფლების იდეას და ასეთი ჰუმანისტური იყო, მაგრამ დაფუძნებული იყო ძალმომრეობაზე, სისხლზე, ადამიანების გადასახლებაზე, წამებაზე და ათასუბედურებაზე. და ამ დროს ისეთი მორალისტური და ზნეობრივი შინაარსი ჩადეს, რომ რაიკომის დივანი ცოლს რო გაშორებოდა, ეგრევე გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. იმ დროს ამორალური იყო, იმას არავინ გაარჩევდა, ეგ რა მიზეზებით მოხდა ეს ამბავი, ცოლს უბრალოდ არ უნდა გაშორებოდი. ხო და ეს უნდა ყოფილიყო მარადიული, ასე ვთქვათ, ისა რა, არ ვიცი რა. ნეტარება და სამოთხე, ალბათ ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ, არ ვიცი. მოკლედ, რისი თქმა მინდა, რომ აბსოლუტურად აბსურდული იყო ყველაფერი და ყალბი, რასაც კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა, იქაც არის, ხო ეს ორი სისტემის დაპირისპირება ამ პიროვნების და იმ რაღაცა, ასე ვთქვათ, ბიუროკრატიული ტიპების, რომლებიც მოდიან და ანკეტის შევსება უნდათ და ძალიან მაღალი წარმოდგენებს ხვდებით ჩვენ პირველად ცხოვრებაში, რომ მოდა შეიძლება იყოს იმის მიხედვით, რამდენად ეტევა შენს ჯიბეებში დიდებული რომანები და არის ადგილი თუ არა მისთვის მასში. ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი, რაც ამ ადამიანს უკავშირდებოდა და აი ამ დიდი სიყალბის წინააღმდეგ, როგორც თავიდან თქვით, ბიჭები წავიდნენ ესე პირდაპირ, ხო? ხო, მაგრამ ნუ რა ვიცი. დიდი ხეირი ვერაფერი ვნახეთ სამწუხაროდ, მხოლოდ წუხილი შეიძლება გავიხსენოთ. ხო, არ ვიცი, ჩვენს გულებში კი არიან, მაგრამ ისინი არ არიან ფაქტია და არავინ არ არის და ძალიან უდროოდ აღარ იყვნენ უკვე, რასაც ესე ვერ ველოდით ჩვენ და ახლა ეს ტრაგიკული განცდები მე ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მე რა კოსტავას ახლა წესის ასაგებად ხდელი მე მივიყვანე და რაღაცნაირად როგორ გითხრათ რა, გვერდით ვიყავი, სულ ერთად ვიყავით, ძალიან ბევრი დრო გვაქვს ერთად გატარებული და ახლა გულის ტკივილის მეტი მე არაფერი მიმიღია სიმართლე რო თქვა. ხომ აქ უფლება რომ სიმართლე ვთქვა. ხო არ შეიძლება ყალბი ვიყო ყოველთვის. არ არის საჭირო. დომენიკო, ესე იგი, რომ იწყებს ამ მოგზაურობას და აი ამ თელ გაუტანლობას, ღალას თუ ამდენ რაღაცას ნახავს, ფაქტიურად შეიმეცნებს სიბრძნეს სიცრუისას. რა გენიალური ნათქვამია რა თავის დროზე. სიბრძნე სიცრუისა. და ეს მოიხსენებათ ღმერთის რჩეული, არა დომენიკო რას ნიშნავს და ესე იგი რაღაცა დიდი უმანკოებით შეუდგება ამ ცხოვრებას და შემოსილია მისი სული რაღაც საოცარი სათნოებებით და იმ ტალანტებით, რომელიც გააჩნია და იმ დრაჰკანებითაც, რომლითაც მამამ აღჭურვა დაუშურებლად აი საგზლად ამ ცხოვრებისათვის მიდის ამ ცხოვრების გზაზე, როგორც ცხვარი მგელთა შორის
და როგორც მოგეხსენება, თავარი გმირი ნაწარმოებისა ცხადია თავად ავტორია, სადაც კარგად ჩანს მისი ბუნების სიძრფელე, სისუფთავე, მისი სწრაფვა სიყვარულისკენ. დომენიკოს რომ ამოძრავებს, ეს ეროტიულ გზნობათა შეცნობაა და თავდაპირველად ჩნდება მის ცხოვრებაში ტერეზა. ტერეზა, რომელიც ქვრივი ქალია და რომელიც გამოარჩევს დომენიკოს, როგორც ესე სუფთას, უმანკოს და ხელუხლებელს, ასე ვთქვათ და სწორედ ეს იზიდავს მასში ის საწყისისეული უბიწოება, ასე იშვიათად მიმზიდველი რომ არის, მაგრამ ტერეზასთან ურთიერთობაში ტერეზა მაინც ქალაქის ქალია, პროდუქტია და ის ავლენს თავის ადამიანურ სითბოს და შინაგან ტრაგიზმს და მათ შორის არსებობს ბარიერები, რომლებიც მერე მათ დაშორებას გამოიწვევს და ესე იგი აქ საუბრობს მე იმის შესახებ, რომ რამდენად პერსონალური არის სიყვარული და რამდენად წარმოადგენს სამყაროსეულ კურთხევას ეს ეროტიკა და რამდენად დიდ როლს თამაშობს ის შემოქმედებით ნატურის ცხოვრებაში. მაგრამ თუ მოხდება ამ ეროტიკის, ანუ სიყვარულის უნივერსალიზაცია და საბოლოოდ ეს მოვლენა ჩაანაცვლებს ეთიკას, ის არ იქნება კეთილსასურველი პიროვნებისათვის, პიროვნების ღირსებისა და მისი თავისუფლებისათვის. კონფლიქტი, რომელიც ადამიანის ეროტიულ ცხოვრებას ახასიათებს, მიმდინარეობს ადამიანის არსებობის მეტაფიზიკურ სიღრმეებში, რაც არღვევს მის პიროვნულ თლიანობას. სქესი უდიდესი ქვეცნობიერი სწრაფვით მიაჯაჭვებს ხოლმე ადამიანს ობიექტურ სამყაროს, რომელშიც მეფობს დასაზღვრულობა, დეტერმინიზმი, აუცილებლობა, განსაზღვრულობა, რომელიც შიგნიდან მომდინარეობს. ხშირად ილუზია, რომელშიც აღმოჩნდება ადამიანი, იმაში მდგომარეობს, რომ ის მზად არის დავინახოს თავისი თავისუფლება სქესობრივი სწრაფის განხორციელებაში. და თუ ეს ხდება, თვლის რომ თავისუფალია. მაშინ როდესაც იგი იმყოფება იძულების პირობებში გარკვეულ გარემოებათა. სქესი, რომელსაც ჩვენ ყველა ვატარებთ, არ არის პიროვნული მოვლენა, უპიროვნო მოვლენაა. პიროვნული შეიძლება იყოს მხოლოდ სიყვარული და არა სქესი. ხა ტერეზასთან ურთიერთობა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ ტერეზას აქვს ძალიან დიდი ინტერესი მისი მისამართით და ეს რადგან გამოუცდელია მათ შორის ეს ურთიერთობები მყარდება, მაგრამ მისი სურვილი რომ ცოლად მოიყვანოს ტერეზა არ არის წარმატებული ტერეზასთვის და ის უარს ამბობს ამაზე და ცხადია ესე იგი ერთგვარი სიყვარული, რასაც ვეძახით ჩვენ, სინამდვილეში იტევს რაღაცა ტრაგიზმს და მოთხოვნილებები არ ხორციელდება ადამიანის და მისი წარმოდგენები არ კმაყოფილდება, იმიტომ რომ ორი განსხვავებული გამოცდილების ადამიანი, ორი სხვადასხვა ინტერესი ეჯახება ერთმანეთს და რაღაცა ჰარმონიული ერთობისათვის აქ ადგილი არ არის. ტერეზასთვის მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ალბათ მნიშვნელოვანი იყო უფრო ესე იგი როგორ ვთქვა არ ყოფილიყო მათ შორის ცოლ-ქმრობა და ისე ქონოდათ ეს ურთიერთობა, რომელიც ათავისუფლებს ადამიანებს პასუხისგებლობიდან, რაც თანაცხოვრების დროს იკვეთება და ეს არის ესეთი სლადასტრასიე, როგორ ვთქვა, აი სადაც შენ რაღაცა ტორტის საუკეთესო ნაწილი გინდა ჩამოიჭრა შენთვის და რაღაცა ის წუხილები და განცდები, რომელიც თანაცხოვრების დროს ბუნებრივად ჩნდება ორ ადამიანს შორის, რადგან არ არის იდენტურები, ეს გინდა თავიდან აიცილო.
ნეგატიური ოდნავ უარყოფითი გამოვლენა და იყოს რაღაცა საუკეთესო შენიხვედრი და წილი. მაგრამ პასუხისგებლობა არ გინდა და მარტო ბედნიერება გინდა აქედან აიღე კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის გათვლილი მარტო ბედნიერებაზე. ეს წარმოდგენაა ესეთი, თორე რეალურად მაინც არ ხდება ხოლმე ეგ ამბავი. თავდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში რაღაც ფიასკოთი, რომელიც დიდ იმედგაცრუებას იწვევს და მე აღმოჩნდება, რომ ძალიან დიდი წლები არის დაკარგული და შეწირულია მთელი ცხოვრება აი ამ ესეთი ილუზორული წარმოდგენების სადმი. და მე მის ცხოვრებაში ჩნდება ანა მარია, რომელიც თითქოს სულიერად ნათესავია მისი და ეს ქალი, რომელიც შველს გავდა, ეს ფრაზა როგორ კარგად ახასიათებს ანა მარიას ბუნებას და შინაარს ქალურს და რაღაცა აქ თითქოს არის რაღაცა იქ დომინანტი არის ტერეზა, ხო? ტერეზა იწვევს ყველაფერს და არჩევანი ტერეზასია და არადანი არის ისი დომენიკოსი და აქ დომენიკო გაგიჟდება რომ დაინახავს ამას და არის ერთი ამბავი მოკლედ, მაგრამ აქაც ფაქტიურად რა ხდება, რომ ეს სიყვარულიც არ არის სრულყოფილ სიყვარულად გადმოცემული. აქ ხელისშემშლელი დომენიკოსთვის არის ის, რომ ანა მარია სულად და ბოლომდე ვერ ახდენს მასთან შერწყმას და გამთლიანებას იმის გამო, რომ მას ყავს ასე ვთქვათ კიდე სხვა რაღაც თუ ვიღაც, რომელსაც ეთაყვანება და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მისი ხელოვნება, შემოქმედება, მუსიკა, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში და თითქოს რაღაცა შეცვენილივით ავლენს ხოლმე თავის თავს, როდესაც დომენიკო აღმოაჩენს იმ მომენტს, როგორ არის გატაცებული ის თავისი მუსიკით და ის თვლის, რომ დომენიკო თვლის, რომ ეს არ არის სრულყოფილება, ვერ მიიღო ის აღიარება, რომელიც მას სჭირდება, როცა შენ ერთადერთი ხარ მისთვის და ისიც ერთადერთია შენთვის. აი ეს ვერ მოხდა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სიყვარული ძალიან დიდი ჰქონდა, მაგრამ ძალიან მალე იჭრება ტრაგიზმი მის ცხოვრებაში და კარგავს ამ ადამიანს, საერთოდ კარგავს, ხო, კლავენ და ფაქტიურად ეს სიყვარული, რომელსაც ასე თუ ისე ამ ხრივ ნაბიჯები გადაიდგა, იყო იდეალური თუ არა, მიუხედავად მაგისა, უკვდება და რეალურად ის კარგავს ცხოვრების გაგრძელების აზრს და საზრის კარგავს. იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ხო, ეს ურთიერთობა. და მე მიდის და გრძელდება მისი ცხოვრება ისე როგორც გრძელდება, მაგრამ მე მინდა რაღაცები გითხრათ ამ სიყვარულის თემასთან დაკავშირებით. სიყვარული პიროვნული მოვლენაა, ინდივიდუალურია და მიმართულია იმ ერთადერთისკენ, იმ განუმეორებელისკენ და შეუცვლელისკენ. ძლიერი ეროტიული სიყვარული ხშირად სქესს გადალახავს ხოლმე. ცნობილია, რომ ძლიერი სიყვარული ხანდახან ეწინააღმდეგება სპეციფიურ სექსუალურ ტოლვასაც და არ საჭიროებს მას, რომ ძლიერი ტოლვა სექსუალური აქტისკენ კი ხშირად საერთოდ არ უკავშირდება არანაირ სიყვარულს. სიყვარულს სწორია აბსოლუტური შეერთება და აბსოლუტური შერწყმა. სულიერის და სხეულებრივის სექსუალური აქტი კი ხშირად განყოფს და მის ფსკერზე შეიძლება სულ სხვა რაღაცა იდოს აბსოლუტური ანტიპოდი სიყვარულისა. სიყვარული შემოქმედებითი აქტია, შემოქმედია სხვაგვარი სიცოცხლისა, სამყაროს რომ დაძლევს, სამყაროს მიწიერებას. სიყვარულია გზა შეყვარებული საიდუმლოს გახსნისათვის, მისი ყოფიერების სიღრმის შესაცნობად და მხოლოდ შეყვარებულმა იცის საყვარელი ადამიანის შესახებ ის, რაც არ იცის
თელმა სამყარომ და შეყვარებული ყოველთვის უფრო მართალია ვიდრე მთელი სამყარო. მხოლოდ შეყვარებული აღიქვავს მის პიროვნებას და ამოიცნობს მის გენიალურობას. სიყვარულის ბუნება კოსმიურია, ზე ინდივიდუალურია და ნამდვილი სიყვარული ნამდვილად იშვიათი მოვლენა. ძლიერი ეროტიული სიყვარული საკმაოდ რთულია, წინააღმდეგობრივია და შეიძლება უამრავი კონფლიქტი შექმნას ადამიანის ცხოვრებაში, უამრავი ადამიანური დრამა, ხშირად შეიძლება საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი სიყვარულის წინაშე. არის ესეთი შემთხვევები, როდესაც მოჩვენებითი ოჯახური კეთილდღეობითობა სიყვარულის სამარეთ იქცევა ხოლმე. მაგალითად თუ ავიღებთ ანა კარენინას შემთხვევას, ალბათ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს არა ანას სიყვარული ვრონსკისადმი, არამედ ანას ურთიერთობები კარენინისადმი. და ხშირად ძალიან ზედაპირულია საკითხი, რომელიც უკავშირდება განქორწინების უფლებას. მაშინ როდესაც თავდება სიყვარული და აღარ არის სიყვარული, ქორწინების გაგრძელება, როდესაც სიყვარული აღარ არსებობს, არ ვიცი რამდენად ზნეობრივია, ხო? რადგან მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. რადგან მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყველაფრის გამართლება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს დიდი განსხვავება ქალისა და კაცის სიყვარულში, მათ მოთხოვნილებებსა და მოლოდინებში. მამაკაცის სიყვარული შედარებით ნაწილობრივია და ვერ მოიცავს მთლიანად მამაკაცს. ქალის სიყვარული კი უფრო მთლიანია. ქალი შეიძლება მთლიანად იყოს მოცული, შეპყრობილი ამ გრძნობით და სწორედ ამაშია ქალური სიყვარულის მეორე ძალიან მომაკვდინებელი, ყოვლისმყრობელი ხასიათი და შინაარსი. რა თქმა უნდა არის. ქალის სიყვარულში დევს უდიდესი მაგია და უდიდესი ძალა, მაგრამ ამავდროულად ის შეიძლება ტირანულიც აღმოჩნდეს. ასევე ტრაგიკულია და ერთგვარი დისონანსია ქალის, ასე ვთქვათ, შეუსაბამობა იდეალური ქალის სახესთან, ხშირ შემთხვევაში, რასაც მამაკაცი მოელის მისგან. ქალის სილამაზის სურათხატი ხშირად საკმაოდ სტომილებითია, რომელიც გატყუებს შეცდომაში შეყავხარ, მაგრამ ქალის სიყვარული შეიძლება ძალიან მაღალ სიმაღლეებამდე, წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე ამაღლდეს. ხშირად ქალებს ახასიათებს საკმაოდ მასტუნებელი და მომხიბლელი უნარი, გააჩინონ ილუზორული წარმოდგენები და არ იყვნენ ისეთნი, როგორებიც სინამდვილეში არიან. გეგონება მამაკაცებს ეგ არ ახასიათებს. და ცხოვრებაზე ღრმა შეხედულებიდან გამომდინარე, გაცილებით ბუნებრივია საუბარი სიყვარულის დამახასიათებელ ტრაგიკულობაზე, მისთვის დამახასიათებელ დარდზე, ნაღველზე, სევდაზე, მის კავშირზე სიკვდილთან, რადგან ხშირად სიყვარულმა არ იცის იმედების აღსრულება და თავდება იმედგაცრუებით. სიყვარულის ტრაგედია უკავშირდება ხოლმე კონფლიქტს, კონკრეტული ადამიანის გრძნობიარე სამყაროს არსსა და იდეალური სამყაროსათვის დამახასიათებელ სიყვარულის სილამაზეს შორის. არც ერთი კონკრეტული არსება არ შეესაბამება მოგეხსენებათ იდეალურ სილამაზეს ადამიანის სქესობრივი ბუნება ბადებს წუხილს შევსების გამო. ეს არის მოძრაობა, ლტოლვა სისავსისაკენ, რომელიც ვერასოდეს მიიღწევა. ეროტიული სიყვარული არის მოძრაობა ზემოთ, ამაღლებისკენ, აღფრთოვანებისკენ. ხოლო როდესაც სიყვარული სტიქია საკუთარ მეში იკეტება, ის გუპავს ადამიანს. მე ერთი ლექსი მინდა წაგიკითხოთ ამასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება. მაგალითად ასეთი. ზეცაში ერთად ავდივართ ორნი, გრძელი ბილიკით და გზებით შორით. მთის მწვერვალებზე ღრუბელთა ქროლვით
სული აივსო მაგ გულის კრთომით მინდვრის ყვავილთა ნას თაიგულებს შენი თვალების სინაზე ერთვის გზნობები ჩემი ისწრაფვის შენსკენ ახდენას ითხოვს ოცნებას ერთის ფიქრები შენსკენ ილტვიან გზნებით გონებას ვკარგავ დაღონემ ერთმის მავსებს სურვილი შენი ფერების შენთან ალერსის და შენი შერთვის და ერთსაც წავიკითხავ ცოტა გადავიდეთ პოეზიაში თუ შეიძლება და მე გავაგრძელებ ბატონო ლირიული გადახვევა ხო შეიძლება ჩემო სულის სიმღერაო ჩემო გულის ფეთქვაო სიყვარულის ქნარო უნაპირო ზეცაო შენ სუნთქვა ხარ ჩემი სიყვარულის მზეც ხარ კამკამა და კრიალა ზღვის ტალღების ღელვაც ღრუბელთა სიკათკათე მაგ თვალების ელვა სულში ჩამწდომ გრძნობათა იდუმალი გზნება მიყვარხარ გეფერები სულს გიკოცნი ნელა შენსკენ მოდის იჩქარის ჩემი ფიქრი ყველა ეგეთი ლექსი იაზია იბატონო და ესე იგი ძალიან საინტერესო ამბები უკავშირდება ამ განსხვავებებს სიყვარულში და კი და აი ნახე როდესაც თავნებობა შემოდის თვითნებურობა ცრუ დამკვიდრებისკენ სწრაფვა სხვისი აღიარების სურვილის არ ქონა ზლავრობს ადამიანში მაშინ ყველაფერი უფერულდება და თავდება რადგან სიყვარული ამაღლებული უფრო მთის მოვლენაა ვიდრე ბარის არაფერია სიყვარულში სტატიური და უძრავი სიყვარული დინამიურია და მოძრავია სიყვარული ფრენას გავს რაც არ ღვევს ყველაფერს დალაგებულს მაგრამ არის რაღაც ღრმა და ტრაგიკული შეუსაბამობა ქალისა და კაცის სიყვარულს შორის უცნაური გაუგებრობა და გაუცხოება რადგან ქალი სულ სხვა მოვლენაა ვიდრე მამაკაცი ქალში გაცილებით მეტია ბუნება სქესისთვის დამახასიათებელი სტიქია ამ თვალსაზრისით კაცი ქალზე უფრო ნაკლებია კიდე კაი ქალი მთლიანად სქესია რომელიც მას თლიანად მოიცავს კაცში კი სქესის ასპექტი გაცილებით უფრო დიფერენცირებულია ქალი თავისი ბუნებით ერთით ცხოვრობს უფრო მეტად სრულად ეძლევა ამ ერთს მას ვინც უყვარს ეძლევა ერთ განცდას სხვას რომ განდევნის ქალთან ეს ერთი ხდება ყველაფერი ამ ერთში ხედავს ყველაფერს და ამ ერთში დებს ყველაფერს ბატონი გურამის მეუღლე მას უფრო სუსტი პიროვნული გზნობა აქვს და ძლიერა დამოკიდებული დროზე და გარემოებებზე მამაკაცში კი არის ძლიერი პიროვნული ბუნება და მეტი დამოუკიდებლობა დროში ცვალებად მოვლენებთან მიმართებაში მამაკაცი არ არის მიდრეკილი რომ მიეცეს სიყვარულის სიხარულს ან ტკივილებს მთელი სისრულით სრულად მთელი არსით რასაც ქალი აკეთებს მაშინ ყოველთვის არის კიდევ რაღაც შემოქმედება მისი საქმე რაშიც ავლენს თავის ძალას მთელი სისრულით ქალი კი პირიქითაა სრულად და ბოლომდე უძღვნის და უთმობს ანიჭებს თავს სიყვარულის სიხარულს და ბედნიერებას და თუ უბედურების ტკივილსა და წუხარების განცდას მთლიანად წირავს თავს მსხვერპლად რაღაცას რა საოცრად გენიალურია ქალი რა ამით რა და მართლა აღმატებული სრულად არის შეპყრობილი სიყვარულით მთელი მისი არსებით ბოლომდე გაიღებს თავს და სწორედ ამიტომ არის ქალი უფრო მეტად მიდრეკილი შთაგონებისაკენ და ერთგვარი შეპყრობილობისაკენ ქალისათვის დამახასიათებელი ისტერიაც კავშირში ამ მოვლენასთან ხოლო მისი ფესვები კი მეტაფიზიკური წარმომავლობისაა ამ მოვლენიდან გამომდინარე ქალი ხშირად
უფრო გენიალურია სიყვარულში, მისი დამოკიდებულება სიყვარულთან მიმართებაში უნივერსალურია. ის სიყვარულში თავისი ბუნების მთელ სისავსეს დებს და მთელ იმედებს მასზე ამყარებს. მამაკაცი არ არის გენიალური, უფრო ნიჭიერია. ვიდრე გენიალური. მისი დამოკიდებულება სიყვარულისადმი არ არის უნივერსალური, როგორც წეგან აღნიშნე, დიფერენცირებულია და ის თელ თავს არ დებს სიყვარულში, ან მთლიანად მასზე არ არის დამოკიდებული. ქალის სიყვარულის სტიქიაში სამაგიეროდ არის რაღაც ძალიან საშიში მამაკაცისთვის, რაღაც მკაცრი და სრულიად შთანთქმელი, როგორც უზირო ოკეანე. როგორც ოკეანეში თუ დაიწყებ ცურვას, თუ კაი ცურვა არ იცი, რაც უფრო ღრმად შედიხარ, ცუდად არის შენი საქმე. იქიდან გამოსვლა გაგიჭირდება. ქალისათვის დამახასიათებელი სიყვარულზე დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა ისეთი უსაზღვროა და აკვიატება ამოჩემებითი ხასიათის, რომ არასოდეს არ არის შესაძლებელი კაცის მიერ შესრულდეს და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნილებები. და ამ მიზეზით იზრდება სიყვარულის უცილობელი გაუცხოება და ტრაგედია და ამავე დროს კაცი ეძებს ქალში სილამაზეს. სილამაზე უყვარს მასში, სილამაზე სურს რომ დააფასოს, გააღმერთოს, მაგრამ ეს სილამაზე გარეგნული რჩება კაცისათვის და ამიტომ არის რთული ქალის სიყვარული მისთვის მარადიული სიყვარულით, რომ მამაკაცს აქვს სურვილი, რომ ქედი მოიხაროს, ესე იგი ამ სილამაზის წინაშე. ეს გაღმერთების მომენტი მამაკაცის სიყვარულის კულტში ჩადებული არის, რომ უნდა გააღმერთოს ეს ქალი და ქალი კი სამწუხაროდ არც თუ ხშირად წარმოადგენს სილამაზის ამ იდეალურ სურათხატს, რომლის წინაშეც შეგიძლია მუხლი მოიდრიკო, თან თუ ეს ორივე მუხლს უკავშირდება. რომელიც ეგრევე გარანტირებული და სწორედ ამიტომაც მოაქვს სიყვარულს მამაკაცისათვის ასეთი მწველი იმედგაცრუება, სწორედ ასეთ ჭრილობებს აყენებს მიწიერი და რეალური ქალის სურათხატის შეუსაბამობა მარადიული ქალურობის სილამაზესთან. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მისტიური აზრის სიყვარულისა არ არის მდგომარეობს მის გაღმერთებაში. რომ დაანებოს თავი ამ გაღმერთებას ურჩევნია კაცს, მაგრამ ვერ შვება. არამედ უბრალოდ ქალურობასთან თანაზიარებაშია მთელი ჭეშმარიტება და ქალურ-კაცური ბუნების შერწყმაშია. უმაღლესი სიყვარულის შემოქმედებით აქტში ეს ქალურ-კაცური ბუნება აღარ არის ხოლმე ასე გაუცხოებული და მტრული ერთმანეთისათვის და უნდა გათავისუფლდეს და გაიწმინდოს სქესისა და ქალურობის ეროტიული გაღმერთებისაგან. ასევე შეიძლება აღინიშნოს, რომ სიყვარულის ტრაგიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ის არ ექვემდებარება არანაირ კეთილ მოწყობას და არანაირ ნორმებს. ის შეყვარებულებს სიკვდილით ემუქრება ხოლმე და დაშლის, დაყოფის თესლი იმთავითია ჩადებული სექსუალურ აქტში. მაგრამ სიყვარულის ბუნება ვერ ექვემდებარება ვერავის ნებას და ის ხშირად თვითნება აბსოლუტურად უტიფარია და ვერ თავსდება ვერანაირ კატეგორიაში და არის თავისუფალი. სიყვარულის საიდუმლო კანონზე მაღლა დგას და კანონის მიღმა, რადგან სწორედ მასშია ჩადებული სამყაროს ბუნების ფერისცვალების საწყისი. ის ადამიანისთვის შემოქმედებითი გამოცხადებაა, რომელიც ყველანაირ საზღვრებს არღვევს, არ ექვემდებარება არანაირ მოწესრიგებას, მასში ჩადებულია ამავე დროს სიყვმაწვილის ტრაგიკული დასასრულიც. სიყვარული ადამიანური მოდგმის ცნობიერების მიღმაა, მიღმიერი მოვლენაა და იოანეს სიტყვები სახარებიდან. აი საოცარი იყო ეს, ესე იგი მე როცა მივაგენი ამას და აი როგორი კიდე განსხვავებული აზრით წავიკითხე. საყვარელნო, ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რამე თუ სიყვარული ღვთისაგან არს და ყოველი რომელსა უყვარდეს ღვთისგან შობილარს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყვარდეს, მან არა იცის ღმერთი.
რამე თუ ღმერთი სიყვარული არის. აი გავგიშდი და გადავირიე ამ სიტყვებზე. აი რა უნდა დაწერო ამაზე უკეთესი წარმოდგენა არ მაქვს. ეხლა ძალიან ბევრი ვიწვალო, მე მაინც არაფერი არ გამომივა, ეგ ზუსტად ვიცი. არა, ცოტა კიდე არის აქ სიბზნეები და თუ ძალიან არ მოგაბეძრეთ თავი, ცოტა გამიძელით კიდე. თუ დავასრულოთ. ესე იგი, ეხლა ძალიან საინტერესოა. ქალს აი თავის პოლარულ წინააღმდეგობაში მამაკაცისადმი თავის ინდივიდუალური მოწოდება, ფასი და ძალიან მაღალი დანიშნულება აქვს. აი ქალის მნიშვნელობაზე მინდა ვთქვა. ეს არის მეტაფიზიკური ქალური საწყისი, რომელიც მოწოდებულია შემოქმედებითი როლი ითამაშოს სამყაროსეულ კულტურაში, მსოფლიოს ისტორიაში, საზრისის განხორციელებაში, ქალურობის ძალის, ქალის ღირსების და პატივის დაცვაში. ქალის დანიშნულება არის კონკრეტული განხორციელება ამ მარადიული ქალურობისა თავის თავში, ამ სამყაროში და ამ გზით მოიყვანოს სამყარო სასიყვარულო ჰარმონიასთან, სილამაზესთან და თავისუფლებასთან. ქალი ეხლა ნამეტანი არ ჩამithვალოთ რომ ნამეტანია, მაგრამ უნდა იყოს ხელოვნების ნიმუში, ღვთაებრივი შემოქმედების მაგალითი, ნიმუში ძალისა, რომელიც თააგონებს მამაკაცის შემოქმედებას, ქალურობისკენ მისტიური სწრაფვის გარეშე, სიყვარულის გარეშე, მარადიული ქალურობისადმი მამაკაცი ვერაფერს შექმნიდა. მამაკაცი ქალის მეშვეობით უკავშირდება ბუნებას, სამყაროს, კოსმოსს. ქალურობის ძალას ყოველთვის ჰქონდა უდიდესი, მაგრამ არა ყოველთვის ხილული და ხშირად საიდუმლო როლი მსოფლიო კულტურაში. ქალურობასთან შერწყმის გარეშე მამაკაცი ვერასოდეს შეიცნობს ინდივიდუალურობის საიდუმლოს და სამყაროსეული შერწყმას სიყვარულში. ცხოვრების ყველა სფეროში, შემოქმედების ყველა სფეროში ქალს შეუძლია და ვალდებულიც არის, რომ შეიტანოს თავისი ცხოველმყოფელობითი და გარდამქმნელი საწყისი. ის ცვლის მამაკაცის ყოფიერების პროზაულობას ქალური ენერგეტიკით, პოეტურობით აღავსებს მას. სიყვარულში არის უმაღლესი ბედი და დანიშნულება, უფრო ღვთაებრივი ნება ვიდრე ადამიანური. სიყვარული ყოველთვის კოსმიურია და საჭიროა სამყაროსეული ჰარმონიისათვის. ღვთაებრივი დანიშნულებისათვის ნამდვილი სიყვარული არის მარადიულობის მტკიცებულება. პიროვნება არ არსებობს ვნების გარეშე, ისევე როგორც ვნების გარეშე არ არსებობს გენია. სიყვარული პიროვნების რეალიზაციის გზა არის და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც ბოლოსთვის მაქვს, ესე იგი მოფიქრებული, ეს არის სიყვარული თავისი სრული ფორმით რას წარმოადგენს. ეს არის სიკვდილებისა და აღორძინების თანმიმდევრობა. როცა ჩვენ ვემშვიდობებით ერთ ფაზას, ერთ წახნაგს სიყვარულისა და შევდივართ მეორეში, ვნება კვდება და კვლავ ბრუნდება. გიყვარდეს ნიშნავს მიიღო და ამავე დროს გადაიტანო უდიდესი სიმრავლე ამ დასრულებებისა და საწყისებისა და ეს ყველაფერი ერთი და იგივე რეალობაში ხდება. ყველაფერი ერთად ერთიან ციკლში, რასაც ცხოვრება წარმოადგენს, სადაც სიკვდილი უნდა აღიქმებოდეს როგორც სულიერი ფერისცვალების ძალის მატარებელი სიმბოლო. გიყვარდეს ნიშნავს ისწავლო ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგა მაშინ, როდესაც ფეხდაფეხ მოყვება სიკვდილი და შენთან მოდის ის, რაც შენ არასოდეს გითხოვია, რაც მოითხოვს შენგან ცრემლებს, გრძნობებს და მთელს შენს გულს და იმას, რომ შეხედო მას სახეში, შიშისა და თვალთმაქცობის გარეშე, შეხვდე და სულად მიიღო და შეიყვარო ცხოვრების ამგვარი ბუნება და შეძლო რომ ეცეკო მას. ესაა ტიპიური გარდაქმნის გზა ადამიანისა, რომელიც სწავლობს ჭეშმარიტ სიყვარულს და დგას ცხოვრების და განვითარების გზაზე. გულის გარეშე ადამიანი კვდება. ცნობილია სხვადასხვა ორგანოები შეიძლება მოაცალონ ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას.
გულს თუ ამბობ დამთავრებულია. ესე გული არის უმთავრესი, ხო? ცენტრი. როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური, სადაც არის გრძნობები სხვებისადმი, საკუთარი თავისადმი, გრძნობები, რომლებიც გვაერთიანებს მიწასთან და ზეცასთან, ღმერთთან. მთელი თავისი გულის მიზღვნით კაცი საკვირველი ძალით შთამაგონებელი ხდება ქალისათვის და ქმნის რაღაც მნიშვნელოვანს ღირებულს, მისი წყალობით შეყვარებულს შეერავს. მისი ხოლო ცრემლებში კი, რომელიც შეიძლება მამაკაცმა დაუაროს, არის ძალა, რომელიც თავისკენ გიზიდავს და გიჩვენებს გზას. ცრემლები გამოხატავენ არა მხოლოდ გრძნობებს, არამედ წარმოადგენენ იმ ლინზებსაც, რომლითაც მოიპოვებთ ახალ ხედვას და ახლებურ თვალსაზრისს. და ბოლო სიტყვებსაც ვიტყვი, მნიშვნელოვანია ამოიხსნას ცხოვრების ბუნება, მისი სიცოცხლესა და სიკვდილის რიტმებით და აღვიქვათ ის როგორც ერთი თლიანობა, აბსოლუტური ბედნიერებისკენ სწრაფის აბსურდულობით და არ გაზიარებით ამ იდეისა. საჭიროა იქონიო გული, რომელიც მოისურვებდა სიკვდილს და დაბადებას, კვლავ და კვლავ და თუ გეშინია ამის და გინდა რომ იყო თავისუფალი, მაშინ ემსგავსები ადამიანს, ვისაც ოქროს ქვიშა თითებს შორის ეცლება და ეკარგება, როცა მხოლოდ გეშინია და არაფრისაკენ ისწრაფი. ამიტომ ესე იგი, რა ვიცი, ალბათ მაწილური სული აგრძელებს სიყვარულს, მიუხედავად ტანჯვების და ჭრილობებისა, არ ყოყმანობს და არც ეჭვიანობს, არის და თუ ამას აკეთებს, არის არა მხოლოდ ბრძენი, არამედ არეშინია სიკვდილისა და ძლიერ განაცხადს აკეთებს სიცოცხლეზე. ამით დასრულდა დღევანდელი მოხსენება. ხო და ისა რა ქვია. გაგიმარჯვოთ. ერთ ლექსსაც წაგიკითხავთ. რთულია, როცა განიცდი, გიყვარს, ეძებ, პოულობ, გტკივა და კარგავ. კვლავ ეძებ, ისევ პოულობ, მაგრამ ისევ გტკივა და კვლავ ისევ კარგავ. რთულია, როცა აცდები მიზანს, როცა ცხოვრება ოცნებას ძარცვავს. სიმშვიდე შენი, სიმშვიდეს არ გავს, სამყარო შენი, სილაღეს კარგავს. ნეტავ რა გინდა, რას ეძებ ახალს, რაღაც შემატებ, ძველად თქმულ ამბავს, კვლავ გტკივა, ეძებ, პოულობ, კარგავ, მაგრამ მომავლის იმედს კვლავ კარგავ. ვინ არის ავტორი რა კარგავს? ავტორი უცნობია. აი ერთსაც რახან სამოსელი პირველზე ქონდა საუბარი, როდესაც ჩემი სულის სიმღერა მიემსგავსება სიოს, საამურს, სხეული ჩემი ეხვევა შენსას, გაირინდება ყურს უგდებს ამურს, გულში მერცხალია ჟღურტულდება, ამღერდება და უკრავს სალამურს, ჩვენი სულები სამარადჟამოს, სიყვარულისგან მოგსოვენ სამოს. გაიხარეთ. ერთის დამჩა. პატარაა. ისევ განათდა, მზე ისევ ნათობს, ალბათ დაადნობს ჩემს გულში ნათობს, მზის სხივი გაალღობს სევდას და წუხილს იმ განშორების ცრემლით დანატოვს.